მე მინდა დღეს ფილიპელთა მეოთხე თავიდან წავიკითხო 6-7 მუხლები. Я хочу прочитать Филиппийцам 4 глава, 6-7 стихи. ეს ნაცნობი მუხლები არის. Это знакомые слова. არაფერზე იდარდოთ. არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს და ღვთისმშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში. ამენ. Филиппийцам 4 глава, 6-7 стихи. მე მინდა დღეს ვილაპარაკო რწმენაზე. Я сегодня хочу говорить о вере. უფრო სწორად რწმენის наყოფზე. И правильно сказать о плоде веры. უფრო კარგად რომ დავაკონკრეტო რწმენაში სიარულის наყოფზე. И еще конкретнее, чтобы сказать, это плод хождения в როცა вере. ადამიანი დადის რწმენით, Когда человек ходит верой, მას აქვს რაღაცა ნიშანი განსაკუთრებული. у него есть особенный знак. და ეს განსაკუთრებული ნიშანი И этот особенный знак არის ზეციური სიმშვიდე. это небесный мир. ეს არის მშვიდობა იესო ქრისტესი. Это мир Иисуса Христа. იესო ქრისტემ თქვა, რომ ჩემ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ. Иисус сказал, что мир мой оставляю вам. მე მივდივარ მამასთან, მაგრამ რაღაცა მნიშვნელოვანს გიტოვებთ თქვენ. Я ухожу к Отцу, но что-то значимое, важное я оставляю вам. ჩემი მშვიდობა, რომელიც ძალიან ასე ხიბლავდა და ძალიან საინტერესო იყო თქვენთვის, Этот мир, который так привлекал вас и так важен для вас, გადავწყვიტე, რომ დაგიტოვოთ თქვენ საკუთრებაში. я принял решение, чтобы вам оставить. და იესო ქრისტემ საკუთარი მშვიდობა დაგვიტოვა ეკლესიას, როგორც უდიდესი კურთხევა. И Иисус оставил свой мир церкви, как великое და благословение. როდესაც ჩვენ რწმენით ვცხოვრობთ, ჩვენში სიმშვიდე არის როგორც наყოფი, И когда мы живем верой, тогда мир внутри нас, он რომელიც проявится, გამოვლინდება. который проявится. იცი ეს ძალიან მშვენიერი და მნიშვნელოვანი И არის. это очень прекрасно, и это очень важно. იცი იმისთვის რომ გაარკვიო ხარ თუ არა რწმენაში. Для того, чтобы ты распознал, ты веришь დადი или ხარ нет, თუ არა რწმენით. ходишь ли ты верой или нет. ანუ ზოგჯერ ადამიანები ამბობენ ვერ გავიგე, ანუ ეს ჩემი რწმენა რა ხარისხის რწმენა არის. Иногда люди говорят, я не понял, какого качества ან моя вера. შეგვიძლია თუ არა რომ რწმენა შევამოწმოთ. Или не знаю, можно ли проверить или მაგალითად измерить რა веру. ზომის რწმენა გაქვს. Вот какой меры у меня вера. მაგრამ წერილი ამბობს, რომ ჩვენ ზუსტად ისეთი зомის რწმენა გვაქვს, როგორი საზომის სიმშვიდეცა გვაქვს გულში. Но Библия говорит, что у нас такого меры вера, точно так же, какой меры у нас და мир. ასევე მშვიდობა ბიბლიაში გვასწავლის, რომ ეს არის სული წმინდის И ნაყოფი. также Библия учит нас, что мир это плод духа. როცა ჩვენ გვწამს, როცა ჩვენ ვენდობით ღმერთს სრულად, Когда мы полностью доверяем Богу, როცა მთელი გულით გვწამს, когда мы всем сердцем верим, სული წმინდა მოდის და ღზეციური ქრისტეს მიერი საოცარი ღვთიური მშვიდობა მოაქვს ჩვენს გულებში და გონებაში. тогда Дух Святой приходит и дарует нам сверхъестественный, небесный, ნახე რა великий წავიკითხეთ, мир Божий. არაფერზე იდარდოთ. Ни о чем не заботьтесь, мы ანუ прочли. არაფერზე ინერვიულოთ. Ни о чем не нервничайте. არაფერი გახდეს მიზეზი შენთვის რომ პანიკაში ჩავარდე. Ничто да не станет причиной того, чтобы ты попал в უყურე, панику. განა არაკეთო არაფერი. Не то, что ты ничего не делай. უბრალოდ არ ინერვიულო არაფერზე. Просто не переживай, не нервничай. ნუ იქნები პანიკაში. Не будь в панике. არაფერზე არ იდარდო. Ни о чем не ანუ заботьтесь. ღმერთს უნდა, სულიწმინდას უნდა რომ მორწმუნემ არ ინერვიულოს არაფერზე. Бог хочет, Дух Святой хочет, чтобы верующий не нервничал ни о чем. არამედ ლოცვაში და ვედრებაში მადლიერები თუ გადაეცი შენი სურვილი ღმერთზე, შენი საჭიროებები. Но всегда в молитве и прошении с благодарением открывайте свои желания перед Богом. და ღმერთი მოგცემს პირველ პასუხს. И Бог даст тебе первый ответ. დაგწერია რომ და ღმერთის მშვიდობაო. И написано в следующем стихе, и мир Божий, როგორც კი შენ სრული რწმენით გადასცემ შენ ცხოვრებას ღმერთს, как только ты полностью передашь свою жизнь Богу, ღმერთის პასუხი არ დააყოვნე
აძლევს და მოვა ზებუნებრივი სიმშვიდე გულში და გონებაში. Божий ответ не замедлит и придет мир Божий как ответ в твоем сердце и в твой разум. და ეხა ჩვენ როცა ვცხოვრობ ძალიან აღელვებულ И სამყაროში, когда мы живем в таком возмущенном мире, როცა ჩვენ დღეს ვცხოვრობ ძალიან პანიკურ სამყაროში, когда мы живем в таком паническом мире, ბიბლია ამბობს, რომ ბოლო დროის ნიშანი არის მათეს სახარებაში წერია, რომ ხალხო гули შეუწუხდება ხვალინდელი დღის и მოლოდინში. Библия говорит, в Евангелии от Матфея написано, что люди начнут беспокоиться Оно о завтрашнем дне. ჩვენ ვცხოვრობთ სტრესების საუკუნეში. Мы живем в век стрессов, ხვდებით? ჩვენ ვცხოვრობთ დეპრესიის и საუკუნეში. мы живем в век депрессии. იყო წლები 10 წლეულების უკან, ამოდი 100 წლის უკან იყო სიტყვები, რომელიც საერთოდ არ ვიცოდნენ ადამიანებმა რა იყო. Знаешь, 100 лет назад где-то были слова, которые люди вообще не знали. მაგრამ დღეს ძალიან კარგად იცის ყველა. Тогда эти слова, сегодняшние те люди вообще როგორი не знали. სიტყვებიც არის, ეს არის სტრესი, депрессия, нервозы და ასე შემდეგ. Но сегодня для людей уже известны эти слова. Депрессия, რა თქმა უნდა, стресс. ჩვენ ცხოვრობთ არასტაბილურ И, სამყაროში. конечно же, мы живем не в стабильной, ახლა იესომ თქვა, რომ мире. ქვეყნიერებაზე ჭირი იქნება. Иисус сказал, вы в мире будете, в миру ანუ будете иметь скорби. შეგაჭირვებს, პრობლემებს შეგიქმნის. То есть этот мир создаст тебе проблемы. მათ თქვა, რომ მე ვძლიე ქვეყნიერებას. Но он сказал, но я победил этот мир თავისი საოცარი სიმშვიდით. своим великим ჩვენ миром. ვიცნობთ იესო ქრისტეს, რომელიც ძალიან მისი პასუხი ყველა გამოწვევაზე და არც თუ სუსტ გამოწვევებზე, ძალიან ძლიერ გამოწვევებზე. И знаешь, мы знаем ответ Иисуса Христа на такие очень сильные вызовы, не слабые вызовы. მისი რეაქცია და მისი გამოვლინება იყო მშვიდობა. И его реакция, его проявление был мир. ხო ასეა ჩემო Так или нет, ძვირფასებო. дорогие мои? მან თქვა თავის თავზე, რომ მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ. Он сказал о себе, что я ჰალელუია, ამენ. кроток и смирен, я спокоен. მასზე წერია, რომ როგორც ივლის ქუჩებში და მის ხმასო ვერავინ გაიგებს. И о нем написано, что он ходил по улицам, и голоса его никто не слышал. და ღვთაებრივი სიმშვიდით И божественным миром იესო გვაძლევს მაგალითს, თუ როგორ შეიძლება რომ იყო გამარჯვებული და როგორ გამოხვიდე ყველა მდგომარეობიდან გამარჯვებული. Иисус дает нам пример, как выйти из любой ситуации победителем. იმიტომ რომ იესომ სრულად გადასცა თავისი ცხოვრება თავის მამას. Потому что Иисус всю свою жизнь полностью передал своему სრული Отцу. რწმენა გამოვლენა მთლიანად მიანდო. მათ თქვა რომ მამაო მე შენს ხელში ვარ. И он проявил полностью свою веру, и этим самым он сказал, что Господь, я полностью в твоих руках. და ყოველგვარი არაფერზე იდარდოთ, ყველაფერი გადაეცით ღმერთს. Ни о чем не заботьтесь, ни о чем, но всегда в молитве, прошении ანუ предавайте свои желания. წმენით გადაცემული საზრუნავი ჩვენში ბადებს მშვიდობას. Нужда, переданная верой Богу, она Через рождает гулевши. мир в наших сердцах. ამენ. Аминь. ეს ასე არის ჩემო Это ძვირფასებო. так, дорогие мои. ამას გვასწავლის ჩვენ ბიბლია. И этому учит нас იმიტომ Библия. რომ რწმენა ამარცხებს შიშს, რწმენა ამარცხებს ქაოსს. Потому что вера, она побеждает всякий хаос и всякий страх. ხორე, როდესაც ღმერთმა აბრაამს მოუწოდა, Когда Бог призвал Авраама, ჩვენი რწმენის მამას. отца нашей веры, ბიბლია ამბობს, რომ აბრაამი არის ჩვენი რწმენის мама, ის არის მაგალითი. Библия говорит, что Авраам является отцом нашей веры, и он является примером. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ აბრაამიდან რწმენა. Мы можем научиться от Авраама вере. და ნახეთ, როდესაც ღმერთი მოუწოდებს მას. И когда Бог призывает его, ასე წერია, რომ ერწმუნა და გაყვა. так написано, что Авраам поверил Богу и რწმენით последовал за გაყვა ним. ღმერთს და არ იცოდა სად მიდიოდა. Верой он был послушен Богу, не зная, куда идет. მაგრამ იცოდა ვის მიყვებოდა. Но он знал, за кем идет. ხდები ჩემო Вы ძვირფასებო. понимаете, дорогие мои? შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ რა მოხდება ხვალე. Может быть, мы не знаем, что произойдет завтра. ჩვენ არ ვიცით რა იქნება შემდეგ. Мы не знаем, что после будет. ჩვენ არც გვაინტერესებს რა იქნება მომავალში. Нас и не интересует, что будет в будущем. მაგრამ ჩვენ ვიცით, Но мы знаем, რომ ის ვინც ჩვენ მიგვიძღვება, что тот, который ведет нас, სწორ ადგილებში он მიგვიყვანს. ведет нас на правильные ამენ. места. ხასხასამოლზე მიგვიყვანს და წყნარ წყლებზე წყემს იკეთილი. Он на злачные пажити приведет нас и к водам тихим, добрый Аминь. пастырь. Аминь.
იესო არის მწყემსი კეთილი შენთვის. Иисус является ли пастырем добрым для ჩვენ ვართ тебя? მისი სამცხო И мы паства Его. და ის მიგვიძღვება. И Он ведет нас. იცით, არც ერთმა სხვარმა არ იცის რა იქნება შემდეგ, ცოტა წინ. Знаешь, ни одна овца, она не знает, что будет впереди, что будет после. მაგრამ მწყემსმა იცის ყველაფერი. Но пастырь знает все. ის, ვისაც ჩვენ ვერ წმუნეთ, იცის ყველაფერი. Тот, кому мы доверились, он знает ამიტომ все. აბრაამს არ სჭირდებოდა თვითონ ცოდნოდა ყველაფერი და თვითონ გარკვეულიყო ყველა დეტალში. Поэтому Аврааму не нужно было знать все и все исследовать самому. ის ენდობოდა ღმერთს, რომელიც გარკვეული იყო ყველაფერში. Он доверял Богу, который был, который знал все. თქვენ მე დამეთანხმებით, რომ ღმერთმა შენზე მეტი იცის. Вы согласитесь со мной, что Бог знает больше тебя. გჯერავთ ამის, რომ ღმერთმა შენზე მეტი იცის. Ты веришь в то, что Бог больше тебя знает? რაღაც ზოგიერთები ჩაფიქრდნენ. Некоторые задумались, засомневались. იმიტომ რომ მე ვიცი ასეთი ადამიანები, ვიცი რომელიც ფიქრობენ, რომ მათ უფრო მეტი იციან. Потому что я знаю таких людей, которые думают, что они больше всех знают. მაგრამ ღმერთმა უფრო მეტი იცის. Но Бог знает больше. ღმერთმა იცის ჩვენი წარსულის დღევანდელობაც და Бог მომავალიც. знает наше прошлое, наше настоящее и наше будущее. ღმერთი თქვენ მთლიანობაში გხედავს. И Бог видит нас полностью. ამიტომ რწმენა არის, როცა მე მთლიანად ვენდობი И ღმერთს. поэтому вера – это когда я полностью доверяю მე Богу. გადავცემ ჩემს არა მარტო საჭიროებას, ჩემს ცხოვრებას გადავცემ. მას ვაძლევ უფლებას, რომ იყოს მართველი ჩემი И я ცხოვრებისა. не только нужду передаю мою, но всю мою жизнь передаю и позволяю Ему быть тем, кто управляет моей жизнью. ამინ, ალელუია. Аминь. Аллилуйя. იცი, ქრისტიანული ცხოვრება არ ნიშნავს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გვექნება. Христианская жизнь не означает, что у нас на все вопросы будут ответы. მაგრამ ჩვენ მივყვებით იმას, ვისაც ყველაფერზე აქვს пасуხები. Но мы следуем за тем, который имеет ответы на все. მე რწმენა მამშვიდებს და არა ცოდნა. Знаешь, меня вера успокаивает, а не знание. ხვდებით? ადამიანები მიდიან მკითხავებთან. Знаешь, люди идут к гадалкам. მათ აინტერესებთ მომავალი. Их интересует будущее. იცი რატო? იმიტომ რომ შეშინებულები არიან. Потому что они ახელმებულები напуганы. არიან და ფიქრობენ თუ მომავალი ეცოდინებათ, რაღაცას ჩაეჭიდებიან. Они возмущены, и поэтому они думают, если они узнают будущее, у них будет за что ухватиться. ამიტომ ადამიანები, რომლებიც სუდაკავებული არიან იმისი ამოცნობით, წინასწარ ცოდნით თავის ცხოვრებაში, მოტყუებულები არიან. И поэтому те люди, которые полностью заняты только лишь тем, чтобы узнать свое будущее, они бывают იმიტომ რომ обманутыми. რწმენა არ იკვლევს ასეთ საგნებს. Потому что вера, она не исследует такие вещи. ხვდებით შემოძვირფასებო. Понимаете? რწმენა ენდობა. Вера, она доверяет. მას წამს თავისი მამის. Она верит в своего отца, რომ ის არის კეთილი ღმერთი. что он благой Бог, ის არის ბრძენი ღმერთი. он мудрый Бог. ის არის ღმერთი, რომელმაც ზუსტად იცის სად უნდა წამიყვანოს. Он знает точно, куда он должен меня повести. ის არის ვინც განმისაზღვრა მომავალი. Это тот, который предопределил мое будущее. ამიტომ მე მთლიანად ვენდობი მას. Поэтому я полностью ему და доверяю. თუ სირთულეები მოდის ჩემ И ცხოვრებაში, если трудности приходят в мою თუ жизнь, გამოწვევები მოდის ან если წინააღმდეგობები, вызовы или какие-то сопротивления приходят в мою როგორი жизнь, ამ საკითხსაც მორწმუნე ასე უყურებს. на такие вопросы верующий смотрит так, რომ ეს ყველაფერი არის რაღაცა უკეთესისთვის ჩემ что ცხოვრებაში. все это происходит ради лучшего в Хосия. моей жизни, так или нет? ხო, როგორც ნათქვამია, თუ დაიკეტება ერთი კარი, გაიღება მეორე კარი. Как говорится, если закроются одни двери, откроются другие двери. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვაშინებდეს კარებების დახურვა ჩვენ ცხოვრებაში. Поэтому нас не должно пугать закрытые რაღაცების двери. გაჩერება. То, что что-то приостанавливается в ისი нашей შეიძლება жизни. მორწმუნე სამსახური დაგიკეტონ. Может быть, ты верующий, и тебе закроют работу. შეიძლება რაღაც შენი ბიზნესის კარები გადაიკეტოს. Или, может быть, двери твоего бизнеса закроются. მაგრამ არა იმიტომ, რომ ცუდი რაღაცები დაგემართოს Но не შენ. по той причине, чтобы с тобой что-то плохое произошло. არამედ იმიტომ, რომ ღმერთმა რაღაც უკეთესი მოგცეს. Но потому что Бог хочет дать тебе что-то лучшее. ამიტომ რწმენა არ ღელავს. Поэтому вера, она не волнуется. რწმენა მშვიდად არის. Вера, она спокойна. რწმენას ნაყოფი არის მშვიდობა გონებაში, ჩვენ არ ვართ И ქაოსში. плод веры – это мир в разуме. Мы не пребываем в და хаосе. მშვიდობა гулში. И мир в сердце იმიტომ также. რომ ღმერთმა თქვა რომ მე თქვენთანა ვარ. Потому что Бог сказал, я с вами. ამენ. Аминь.
დიდება ჩვენს უფალს Слава нашему Господу. და ჩვენ გვჯერავს ამის. И мы верим в это. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ცვლილებას ექვემდებარება ქვეყნიერებაზე. Мы знаем, что в миру все подлежит როგორც изменениям. ლავამ თქვა, ხან იცვლება მთავრობები, იცვლება პოლიტიკა, იცვლება ეკონომიკა, იცვლება გარემოებები. Как Слава сказал, все меняется, правительство, экономика меняется и так далее, все. მაგრამ ღმერთი არ იცვლება. Но Бог не меняется. ამენ. ღმერთის კეთილგანწყობა არ იცვლება. Божье благорасположение не ამიტომ მე меняется. უყურებ არა ცვლილებაც სამყაროს ჩემს გარშემო, არამედ მე უყურებ იესოს. Поэтому я не смотрю на изменяющийся вокруг меня мир, но на როგორც პეტრე неизменного Бога. უყურებდა იესოს. Как Петр смотрел на Иисуса. ამენ. Аминь. ეს კარგი ისტორია არის, როცა ზღვაზე მიდიან Это ისინი. хорошая история, когда они идут по морю, როცა ტალღებში ყვებიან ისინი. когда они попадают в და волны. მოწაფეები ამბობენ, მოციქულები, რომ უფალო ვიღუპებით. И когда они говорят, Господи, мы погибаем. და იესოს ამ დროს ეძინა. И Иисус спал в это время. შვიდად ეძინა. Он спал спокойно. ხო, როგორც ერთმა ღვთისკაცმა თქვა, რომ წმენის ბალიშზე ედო И თავიო. как один человек Божий сказал, что у него голова лежала на подушке веры. იცი ის არ ღელავდა. Знаешь, он не волновался. იესო შეეძლო დაეძინა ქარიშხლებში. Знаешь, Иисус мог спать и при буре. მაგრამ ჩვენ ხშირად შეიძლება თელი ღამეები არ გვეძინოს. Но мы можем не спать на протяжении всей ночи. როცა კრიზისებია, ჩვენ არ ვიცი, ძილი აღარ გვეკარება. Когда у нас кризисы, сон уже не подходит იმიტომ нам რომ близко. შეშინებული ადამიანი ვერ დაიძინებს. Потому что напуганный человек не может заснуть. შიში არ გასვენებს. И этот страх не позволяет тебе იმიტომ რომ ფიქრები, успокоиться. რომელიც მოდის და შენი გაგიჟება უნდა, ამის საშუალებას არ გაძლევს. Потому что мысли, которые приходят в тебя и хотят свести тебя с ума, они не дают тебе ამიტომ заснуть. თუ რაღაცები არ ჩავყლაპეთ ჩვენ ეს და არ გავითიშეთ, ვეღარ ვისვენებ ჩვენ. Поэтому, если мы что-то не проглотим, и это нас не вырубит, так мы не успокоимся. მაგრამ იესო მხარო ჩემ მშვიდობას გიტოვებ თქვენ. Но Иисус сказал, мой мир оставляю вам. მაგრამ ეს მშვიდობა არის კურთხევა მურწმუნი Но ადამიანისთვის. этот мир является благословением для верующего человека. ადამიანი რწმენით იღებს ამ კურთხევას. И верующий, он верой принимает это როცა благословение. ენდობ სრულად Когда ღმერთს. ты полностью доверяешь Богу. როცა მიანდობ შენ ცხოვრებას. Когда ты доверишь Ему როცა свою მიანდობ жизнь. შენს მომავალს. Когда ты доверяешь Ему свое будущее. ჰალელუია, ამენ. Ჰალელუია, ამინ. დიდება ჩვენს უფალი იესო ქრისტეს. Слава нашему Господу Иисусу Христу. ჰალელუია. ეს შვენიერი არის. И это прекрасно. ნახე ჩემო ძვირფასებო. რა მინდა გითხრათ? მოდი, რამდენიმე ბიბლიურ ისტორიას გავიხსენებ. Давайте вспомним несколько библейских историй. დანიელი წინასწარმეტყველის მე-6 თავიდან. Это 6 глава книги пророка ეს Даниила. არის 16-დან 24-მდე. Это 16 стиха по 24 მოდი მე стих. უცბად წავიკითხავ. Я прочту. მაშინ ბრძანა მეფემ და მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს. და უთხრა მეფემ დანიელ, შენი ღმერთი, რომელსაც ერთგულად ემსახურები, ის გიხსნის შენ. მოიტანეს დიდი ქვა, პირზე დააფარეს ხაროს და მეფის დიდებული ბეჭდით დაბეჭდეს, რათა რაიმე არ შეცვლილიყო. დანიელის მიმართ წავიდა მეფე თავის სასახლეში და მარხვით გაათია ღამე. არც გართობა მონდომებია და ვერც დაიძინა. გათანებისთანავე განთიაძე ადგა მეფე. სასწრაფოდ წავიდა ლომების ხაროსკენ. მიუახლოვდა თუ არა ხაროს შეწუხებული ხმის ჩასძახა დანიელს. დანიელ ცოცხალი ღმერთის მსახურო. შეძლო შენმა ღმერთმა. ერთგულად რომ ემსახურები, ლომებისაგან დაეხსენი. მიუგო დანიელმა. უკუნისამდე იცოცხლე მეფე. თავის ანგელოზი წარმოგზავნა ჩემმა ღმერთმა, რომელმაც პირები დაუხშო ლომებს. არაფერი უნიათ ჩემთვის, ვინაიდან სუფთა აღმოჩნდი შენ წინაშე. მის წინაშე და შენ წინაშეც არ ჩამიდენია დანაშაული. ფრიად გაიხარა მეფემ და ბრძანა ხაროდან ამოიყვანა დანიელი. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან და არავითარი ზიანი არ აღმოაჩნდა, რადგან თავის ღმერთს ენდობოდა. მაშინ ბრძანა მეფემ და მოიყვანეს ის კაცები, დანიელს რომ სდებდნენ ბრალს და ჩაყარეს ლომების ორმოში. თვითონ მათი ძენი და მათი ცოლები. ცოლები აუცილებელი არის ასეთ შემთხვევაში ჩემო ძვირფასებო, რომ არ გამომრჩეს. იმიტომ რომ
დიდი აი ესეთი რაღაცების წამქეზებლები არიან ცოლები. Жен обязательно нужно было бросить, если вы... არც ერთ ამ მამაკაც არ უნდა დანიელისთვის ცუდი, მაგრამ ცოლებმა წააქეზეს ისინი. Жен обязательно тоже надо с мужьями были бросить, потому что там без женщины не обходится. ამიტომ ცოლებო იცოდეთ რას ლაპარაკობთ. Поэтому знаете, жены, что вы говорите с мужьями. გეგონოთ რო აცდებით თქვენ. Не думайте, что вас пронесет мимо. და მათი ცოლებიც ასე И წერია. жен тоже бросили к львам. და ჯერ 40 ფსკერამდე არ მიეღწიათ რომ ეცნენ ლომები და ძვლები დაუმტრიესო. Плохо закончилась история. არ გინდა წაკითხო. Не для Даниила. ჰალელუია. ძალიან მაგარი ისტორია არის შემოძვირფასება. Очень сильная история. ჩვენ არაერთხელ აღმოჩენილვართ ლომების ხაროში. Знаешь, мы не раз оказывались во рву со львами. იმიტომ რომ ჩვენ ერთი ლომი ვიცით, ჩვენ ვითომ ლომი. Потому что мы знаем одного типа льва. ისო დადისო როგორც ბდვინავი ლომი. И он ходит как рыкающий лев. და მას პატარა ლომები ყავს, ლომუკები კიდე. И у него такие львята есть маленькие. ნახე შემოძვირფასებო მშიერი ლომების ხაროში. Знаешь, его бросили в ров с голодными львами. კაცი წმენისა. Но Даниил является человеком веры. დანიელი არის ადამიანი, რომელიც ღმერთს ენდობა. И он является человеком, который доверяет Богу. არა ერთ კონკრეტულ მომენტში კი არ ენდობა, თელ თავის მომავალს ანდობს და სიცოცხლეს ანდობს. И не только в конкретном моменте доверяет Богу, но он все свое будущее, всю свою жизнь передал Ему. Он служит Богу. ენდობა ღმერთს. Он доверяет Богу. და იცის, რომ ღმერთი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს მის მიმართ. И он знает и верит, что Бог примет правильные решения по отношению к მე нему. გითხრა, რომ იცოდე, რომ შენი ღმერთი შენს მიმართ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. Я хочу сказать тебе, что твой Бог примет правильное решение о тебе. შეიძლება მტრებმა სხვა რამე გადაწყვიტონ. Может быть, враги, они примут другое решение. შეიძლება ქვეყნიერებამ სხვა რამე გადაწყვიტონ. Может быть, мир примет другое решение. შეიძლება ექიმებმა სხვა გადაწყვეტილებები მიიღონ. Может быть, врачи примут другое решение. საბოლოოდ ღმერთმა უნდა მიიღოს Но გადაწყვეტილება. последнее решение за Богом. და აი მორწმუნე ადამიანი ენდობა ღმერთის გადაწყვეტილებას ხოლო. И верующий человек как раз-то ожидает Божьего решения и верит в Божье решение. Мы доверяем Богу. Мы доверяем всю нашу жизнь, все, что у нас есть. И смотрите, Даниил, он во рву со рве со львами. И знаешь, он смотрит в глаза тем львам, которые голодные, но они прям вот глазами говорят, мы тебя съедим. И представь, каково на тебя, когда ты видишь, как на тебя лев смотрит и глотает слюнки. Но знаете, что интересно здесь? Что Даниил спокойно ложится и засыпает во рву со львами. Но царь знал, что Даниил это хороший человек. Да, царь понимал, что все ему это сфабриковали. Подставили его, и царь не хотел смерти Даниила. Но смотрите, царь начинает поститься. Царь нервничает. И знаешь, сон не подошел к ему. А представь, он в дворце, во дворце. И там же его слуги, это охрана его, служба охраны. Не имеет значения, где ты находишься, во дворцах или во рву со львами. Верующий и во рву хорошо себя чувствует. Аминь. Понимаете, дорогие мои? Вера работает вот именно здесь. Живи царь вовеки. Знаешь, и голос царя разбудил его утром. Все в порядке. Для верующего всегда все в порядке. Потому что суть веры и философия веры И вот эта вера, она делает тебя особенным и выделяет тебя среди других остальных людей в этом мире. Потому что быть верующим — это отдельная
отдельная профессия. ვიღაცა ეს არის მორწმუნე არის. А кто-то говорит, это тот по профессии, это тот, а вот этот верующий по профессии. ეს რწმენი ცხოვრობს. Знаешь, этот живет верой. ანუ ეს ნიშნავდა ადრე ამას ნიშნავდა რომ მორწმუნე იყო, ეს ნიშნავს რომ ამას პრობლემები ამ მიწიური არ ეხება. И знаешь, раньше так было, что быть верующим означало вот его мирские ანუ განა არ ეხება მას, მის ცხოვრებას, მის გულსა და ხასიათს არ ეხება. Не то, что его жизни не касаются, нет, касаются, но не касаются его ნახე ჩემო характера, его ძილბასებო, сердца. როდესაც მოწაფეები იესოს აღვიძებენ და პანიკაში არიან, ვიყупებით მოძღვარო. Когда ученики Иисуса будут его говорят, что тебе до нас, неужели мы погибаем? იესო არ წამოხდა და ეგრე უც ახალ გაღვიძებულზე ტალღებს არ დაეტაკა. Знаешь, так не произошло, что Иисус скачил сразу, так только что пробудившись, იესომ პირველი რაც გააკეთა მოწაფეებს დაელაპარაკა. В первую очередь Иисус поговорил с მანქარო ნუ учениками. გეშინიათ. Он сказал, не бойтесь, არ მიეცეთ შიშს. не давайтесь, не поддавайте страху, დამშვიდდით. успокойтесь. უყურე იესო ამბობს რომ ჯერ თქვენი გული უნდა დამშვიდეს რომ მერე გარემოება დავამშვიდო. Знаешь, пока ваше сердце должно успокоиться, чтобы потом успокоить обстоятельства. ნახე ჩემო ძვირფასებო. Дорогие мои, смотрите, ყველაზე დიდი სასწაული იცი რა არის? знаешь, что самое большое чудо? როცა ქარიშხალში ხარ Когда ты в буре, და რო გაჩერდება ეს კი არ არის სასწაული. и не то чудо, что это остановилось. როცა ლომების ხაროში ხარ Когда ты во рву со львами, და ლომები რო გაქრებიან ეს კი არ არის სასწაული, რო ამოხვალოს ба. не то чудо, что львы исчезнут, и ты сразу окажешься наверху. იცი სასწაული ის არის რომ იქა ხარ, ქარიშხალში ხარ, ზეწოლის ქვეშა ხარ, მაგრამ შვიდად ხარ. Но чудо в том, что ты среди бури, когда ты под давлениями, но ты спокоен. შეგიძლია საგალობლები წერო. Ты даже можешь писать песни прославления. შეგიძლია ემადლიერო ღმერთს. Ты можешь благодарить Бога. და გახსოვთ პავლე და სილა, Помните Павла и Силу, რომლებსაც სემეს, которых избили, ნეკნები დაუმტრიეს. им поломали ребры, მერე ბორკილები დაადეს а потом оковы, და კარცელში ჩასეს. и посадили их в карцер. იცი როგორი დრო არის ჩემო Знаешь, ძვირფასებო? это какое время? ევროპულ სასამართლოში კი ვერ გაასაჩივრებს პავლე, რომ არ იქა ეხა რელიგიური გზნობების გამო შეურაცხყოფა მომაყენეს. Это не то время, что меня оскорбили на религиозной почве, и вот в европейском და არავინ მოვა საპატიმროსთან ბანერები და აგამოუშვითო არავინ И знаешь, никто не придет с баннерами, выпустите Павла. ანუ ამ ციხეში ჩავარდნილი ადამიანისთვის ეს იყო მან იცოდა, არ იცოდა, მოკვდებოდა თუ დარჩებოდა, ან რამდენი დღე В იცოცხლებდა. то время, если верующий попал в тюрьму, он не знал, живой он останется или не живой, или когда отпустят, или вообще не отпустят. და შუაღამისას, И среди ночи, რატო შუაღამისას? почему среди ночи? შუაღამისას სიმღერა დაიწყეს. Среди ночи они начали петь. და ნახე რა წერია იქ. И смотрите, что написано там. აი რას მივაქციე ყურადღება. На что я обратил внимание. როცა სიმღერა დაიწყეს, პატიმრებს გაეღვიძა თუ არ წერია, მოსმენა დაიწყესო. Когда они начали петь, там не написано, что заключенные проснулись. იცი რატო? Они იმიტომ რომ начали ისეთ слушать. სტრესში იყვნენ პატიმრები იქ, რომ ძილი არავის ეკარებოდა. Потому что эти заключенные настолько в большом стрессе находились, что они იმიტომ რომ даже не იქ спали. მშვიდობა ნამდვილად არ იყო. Потому что там на самом деле покоя იქ нету. იმედი ნამდვილად არ იყო. Там надежды не было. და ეს იყო ადგილი, სადაც დიდი ხანი არავის უმღერია. И это было место, где давно уже никто ничего და не ეს пел. ორი კაცი, ორი მორწმუნე. И вот эти два человека, два верующих, ორი ადამიანი, რომელმაც იცის ვინ არის თავისი უფალი. два человека, которые знают, кто их Господь. ისინი ათებენ ღმერთს. Они славят Бога. ემადლიერებიან Они ღმერთს. благодарят Бога. ნახე, ნეკნები აქვს დამტრეული. Представьте себе, ребра переломлены. მათ სკივად ძლები, Им больно, кости მაგრამ болят. სული არ სკივად. Но дух не болит. მაგრამ სული არ სკივად, гули არ სკივად. Но дух и сердце не იმიტომ რომ болят. იქ ღმერთია, Потому что там Бог. იქ ქრისტეა ცენტრში. Там в центре Христос. და ისინი ათებენ И ღმერთს. они прославляют Бога. და ღმერთი იღებს И Бог გადაწყვეტილებას. принимает решение. და მოდის მიწისძვრა. И начинается და ყველა землетрясение. ბორკილი დასვიდა. И все оковы ყველა спадают. ტყვე გათავისუფლდა. Все узники выходят на დიდება ჩვენს освобождаются. უფალს. Слава нашему აი Господу. რა არის, როგორი არის რწმენის наყოფი. Вот каков плод веры. ეს არის სიმშვიდი ადამიანის გულში. Это покой в сердце человека. როდესაც პეტრე მოციქული დააბატიმრეს. Когда Петра поймали, წერია რომ დაცვა დაუყენეს. написано, что охранников поставили. ორი ჯარისკაც შორის ეძინა. И он спас эти двух солдат. და დილით მეფე მიიღო გადაწყვეტილება დილით ადრე მზის ამოსულასთან ერთად
მოეკლათ პეტრე. И царь принял решение, что при восходе солнца Петра казнят. ნახე ჩემო ძვირფასებო. Смотрите, дорогие мои. პეტრეს მშვიდად ძინავს. Петр спокойно спал. როგორ უნდა დაიძინო? Как ты можешь спать? როცა იცი რომ ხვალე შეიძლება აღარ იყო. Когда ты знаешь, что завтра тебя уже может და и не ისე быть. ეძინა რომ ანგელოზი რომ მოვიდა წიხლი ამოარტყაო წერია, ასე წაარტყაო წიხლი, რომ გაეღვიძებინა. Он так спал, что ангел, когда пришел, ударил его, просыпайся. და გაიყვანა პეტრე. И он вывел Петра. იცი ეს არის საოცარი ქრისტეს მშვიდობა, რომელიც მოწაფეებმა აიღეს და საკუთარ გულში დაითესეს და Это მიიღეს. чудесный мир Иисуса Христа, который ученики взяли и схоронили в свое сердце. დღევანდელი საუკუნის ეკლესია შეშინებული არის. Сегодня церковь этого века, она напугана. ყველაფრის ეშინია. Она боится всего. რაღაცა თუ ხდება, შუქი წავიდა. Если что-то произошло, ინტერნეტი გაითიშა. свет ушел, интернет ყველაფერი выключили, ჭუიდან აღშლის. и все сводит нас с ума. მაგრამ მორწმუნეები ქვია. Но они называются верующими. მაგრამ თუ ავადმყოფობაზე მიდგა საქმე, Но если дело уже стало თუ болезнью, ტკივილზე მოვიდა საქმე, если вопрос стал боли, მაშინ უამრავი მორწმუნე შიშლდება, რომ მათ რწმენა არ აღმოაჩნდებათ. тогда многие верующие, они раскрываются, и понятно, что у них веры нет вообще. ისი ზოგიერთები იწყებენ იმაზე ფიქრს. Некоторые начинают думать о том, როცა იგებენ, რომ აღარ ზაგერიმან ოპერაცია გაიკეთა და ამდენი შეიკრიბა ფული. что когда они слышат, что вот кто-то делал операцию, столько денег собрали, დიდება ღმერთს ამისთვის. слава Богу за это. ეხა ფიქრობ, რომ აბა მე საიდან ვიშოვე ფულს? А вдруг, если я заболею, откуда я столько денег достану? ისე შეიძლება განიკურნო. Послушай меня, просто так тоже можешь исцелиться. ესეც სასაუნია, რომ ფული გამოჩნდება. Знаешь, и то чудо, что деньги появляются, მაგრამ ღმერთს სხვა გზებიც აქვს. но у Бога есть и другие пути. ღმერთს შეუძლია სხვა სფეროშიც განდიდდეს. И Бог может также прославиться и в другой და сфере. პირდაპირ განკურნება И მოვიდეს. прямо принести исцеление. ერთიც ადიდებს ღმერთს და მეორეც И одно ადიდებს. славит Бога, и второе славит Бога. თუ არ არის ფინანსები, Если нет финансов, მაშინ ღმერთი უფრო დიდი სასაულისთვის გამზადებს. тогда Бог готовит тебя для большего чуда. უფრო დიდი სასაულისთვის. Еще для большего чуда. შენ ილაპარაკებ, რომ ზეფუნებრივად განიკურნე. Ты будешь говорить, что ты сверхъестественно был исцелен. როცა ღმერთს აქებდი ერთ დღეს, Когда в один день ты прославлял Бога, შენ აღმოაჩინე, რომ ავადმყოფობა წავიდა შენი ты სხეულიდან. заметил, что болезнь ушла из твоего тела. ჩვენ ხშირად ჩვენს განკურნებებს ხოლმე, როცა ვღებულობთ, არაფრად არ ავთვლით. Как порой, когда мы получаем исцеление наше, ни во что ставим. Да. ვიღაც ამბობს, რომ აი აქ ამქონდა დედა. მე აი უცებ ხელი დავიდე და წავიდა. Знаешь, кто-то говорит, вот у меня вот здесь болело, а потом раз, я положила руку и все და прошло. ვიღაცა ხო ჭვალი დაგადგა ეთყობა. Ну, кто-то говорит, наверное, колики были у тебя. Или ესე там. ეთყობა გლახად გადაწექი ესე და რაღაცა. Нет, это то, что, наверное, ты плохо лежал. Это, ну, и არ просто მოდი სხვა прошло. კუთხით შევხედოთ. Но давайте посмотрим с другого შენ угла. ექიმთან არ მისულხარ აქ ჭირდა. არ მისულხარ ექიმთან აქ ჭირდა. Ты же не пришел к врачу, чтобы узнать, что тебя беспокоило. შეიძლება ეს გაცილებით რთული შემოტევა იყო. А может быть, это была более сложная атака. მაგრამ ღმერთმა სასაული მოგცა. Но Бог дал тебе чудо. და გეუბნები რომ ზოგჯერ რომ წასულიყავი ამ ტკივილზე და ექიმთან მისულიყავი, შეიძლება ძალიან ცუდი დიაგნოზი დაესო. И может быть, если с этой болью ты пошел бы к врачу, тебе поставили бы худший диагноз. მაგრამ ღმერთმა სასაული მოგცა. Но Бог дал тебе მაგრამ чудо. რაკიღა უფასოდ განიკურნე, ფასი არ დასდე. Но из-за того, что ты бесплатно исцелился, ты не оценил это. მაგრამ მე ბევრი სასაული და განკურნება მაქვს მიღებული, რომელიც ალბათ მილიონები დაჭირებოდა ყველაფერზე Но რომ я განკურნალა. много исцелений получил, если посчитать, это, наверное, обошлось бы в миллионы. ნახე ჩემო ძვირფასებო. რწმენა, Вера, შეხედე დანიელს. посмотри на Даниила. როგორი მშვიდად არის ის. Какой он спокойный. თუმცა მეფე ღელავს და ნერვიულობს. Хотя царь, он волнуется, беспокоится. კიდევ ამბობთ, რადგან მშვიდობა არ მოდის გარეთ მდგომარეობიდან. Потому что мир не приходит из обстоятельств, არამედ ეს მოდის ჩვენს გულში. но он приходит в наше сердце. ღმერთი ჯერ ჩვენ შინა განსალაგებს. Бог пока упорядочивает наше внутреннее და ამის состояние. შემდეგ იქნება სივრცე, რომ გარედანაც დალაგდეს. И потом создается какая-то
атмосфера для того, чтобы когда мы молимся, мы не сразу получаем ответы, но мы получаем мир. Не ситуация сразу меняется, но приходит мир. Успокоение приходит. И по закону ты должен переживать, нервничать. Но ты не возмущен. Потому что сверхъестественно тебе дана была благодать. Ты просто сохраняешь эту стабильность. Знаете, что я хочу сказать, дорогие мои? Библия говорит, что облегитесь одеждой мира, оденьте в нее. И когда люди в хаосе, когда мир теряется в сердце, тогда люди, они на причине. Вот по каждой причине они ругаются. Вы видели когда-либо агрессивных верующих? У них агрессивные разговоры. Ты не понимаешь, по какой причине, почему он поступает так. Он разговаривает раздраженно. И может быть даже ругается. Он столкнулся со всеми. Потому что внутри нету мира, нету покоя. Из таких людей не может выйти что-то спокойное, смиренное, дружелюбное. Библия ლაპარაკობს ამის შესახებ, რომ თუ გულში ქაოსი გაქვს, თუ გულში შფოთვა გაქვს, თუ ეს არ არის ღვთიური მდგომარეობა. Библия говорит, если у тебя нет покоя в мире, если у тебя возмущение, это не божественное состояние. იმიტომ რომ რწმენის პირველი ნაყოფი ეს არის სიმშვიდე ადამიანის გულში. Потому что первый плод веры это мир в сердце человека. ვენდობი უფალს. Я доверяю Господу. მაგ მშვიდობა. У меня есть покой. მაგ თავისუფლება. У меня есть свобода. Я без страха. И это прекрасно. Это величественно. Аллилуйя, аминь. Смотрите, дорогие мои. Иисус рассказал две притчи о двух домах. Один дом был построен на песке, другой на камне. და ამბობს რომ მოვიდა წვიმა ქარი მოკლედ მდინარეები და ორივე სახელზე მოვიდა ის. И там написано, что пришли волны, реки и все такое. И это оба произошло, пришло на оба дома. ანუ ეს არის ორი სახის ქრისტიანზე არის ლაპარაკი. И здесь идет разговор о двух видах христиан. ერთი რომელიც ღვთის სიტყვაზე დგას, ღვთის აღთქმებზე აშენებს თავის ცხოვრებას. Один который строит на Божьих обетованиях, на Божьем слове. მაგრამ მეორე რომელიც бунебри моўленებზე დგას, გზნობებზე დგას. Но второй, который строит на чувствах, на таких природных явлениях. Одинаковое давление пришло, одинаковая проблема пришла. Но один стоит стабильно. Один он духовно не сломался. Потому что он держится за Бога. Потому что он знает, что Бог царствует, Бог владычествует. И он уповает на Божье обетование. Но в той же ситуации другой упал. Упал означает потерял свой мир. Этот мир был нарушен. И вот в этом и разница между верующим и неверующим. Потому что есть неверующие и верующие, которые называются верующими, но не живут по вере. И поэтому апостол Павел говорит, что мы ходим верой. Мы не ходим видением, мы не ходим чувствами или тем, что услышали.
არამედ ჩვენ ვენდობით ჩვენს ღმერთს, но мы доверяем нашему Богу, რომელიც გვჭამს, რომ კეთილი არის ჩვენს მიმართ. в которого мы верим, что Он благ к нам. და ღმერთი კარგად დაასრულებს ჩვენს ცხოვრებაში იმ ეტაპებს, რასაც გავდივართ. И что Бог чудесно завершит и хорошо завершит те этапы, которые мы проходим в нашей жизни. ამენ. Аминь. იმიტომ რომ უფალი ჩვენ ხვალინდელ დღეშიც არის. Потому что Господь, Он и в нашем завтрашнем дне. და მას უკვე განსაზღვრული აქვს ჩვენი მომავალი. И Он уже предопределил наше будущее. ამიტომ მე მშვიდად ვარ და ვენდობი. Поэтому я спокоен и я доверяю Ему. ჩვენ არ ვიბრძვით ხორციელად. Мы не сражаемся по плоти. ჩვენ ვიცით რომ ღმერთი მოიტანს. Мы знаем, что Бог принесет это. ორი განა არაფერს არ ვაკეთებ. Мы не то, что ничего не делаем. მე ვაკეთებ იმას, რაც ჩემთვის ხელმისაწვდომია. Я делаю то, что достижимо для меня. მე ვემადლიერები, მე ვაკებ, Я благодарю, я მე თაყვანსემ, прославляю, я поклоняюсь Ему, მე ვდგავ ნაბიჯებს, я делаю какие-то шаги, მაგრამ არ ვნერვიულობ. но я не нервничаю, არ განვიცდი. я не ანუ переживаю, პანიკაში არ ვარ. я не в панике. ვიცი რომ კარგად დასრულდება. Я знаю, что все будет хорошо закончено, კარგი პასუხები იქნება საბოლოოდ. что в конце концов будут хорошие ответы. ჰალელუია, ამენ. Аллилуйя. ამენ, ჰალელუია. Аминь. ჩემო ძვირფასებო, Дорогие мои, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. это очень важный вопрос, რომ ჩვენ იმ ხელარ წმენა გვაქვს, что у нас такая вера, რამ ხელა მშვიდობაც ოღონდ გულში. у нас такая вера, насколько у нас ჩვენ ზუსტად ისე იმ ხარისხით ვენდობით ღმერთს. мы настолько в том качестве доверяем Богу. რა ხარისხით მშვიდობა არის ჩვენს გონებაში და ჩვენს გულში. И такого же качества мир мы имеем в нашем разуме, в нашем ეს сердце. არის ღვთის კურთხევა და ღვთის მადლი. Это Божье благословение, Божья благодать. ასე წერია რომ მოვაო ღვთის მშვიდობა და დაიცავ შენს გულს და შენს ფიქრებს ქრისტე И იესოში. так написано, и мир Божий, который превыше всякого ума, соблюдет твои мысли в мире. და მე ვფიქრობ რომ ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება. И я думаю, что это очень нам нужно. ჩვენს გულებს სჭირდება დამშვიდება. Нашим сердцам нужно успокоиться. ჩვენ ვღელავთ ძალიან ბევრ რამეზე. Мы порой переживаем за многие вещи. ხო, მართას სული, მართა ბევრ რამეზე ღელავს. Знаешь, Марфа, она за многие вещи переживала. მართა ნერვიულობს ბევრ რამეზე. Знаешь, Марфа переживает за многое. უამრავ საკითხებს განიცდის Она ის. переживает за многие вопросы. მართა ყველა დეტალი აღიზიანებს И მართას. Марфу беспокоит и раздражает все детали. ხვდები ჩემო ძვირფასებო. მაგრამ უკეთესი წილი არის რომ ღვთის სიტყვაზე იდგე. Но знаешь, лучшая часть, когда ты стоишь на Слове Божьем. იმიტომ რომ ჩვენი ძალებით ყველაფრის მომგვარებლები არა ვართ. Потому что мы нашими силами все решить не сможем. ჩვენ ყოვლის შემძლეები არა ვართ. Мы не всемогущие. ჩვენ არ შეგვიძლია ყოველთვის ყველაფერი იდეალურად გავაკეთოთ. Мы не можем всегда все делать идеально. მაგრამ ღმერთი არის, Но есть Бог, ვინც იწყებს და ასრულებს. который начинает и который заканчивает. და ვინც ძალიან კარგად აკეთებს. Который отлично делает. თუ ხელს არ შეუშლით ჩვენ, Если мы не помешаем. თუ ამის უფლებას მივცეთ, Если мы позволим Ему. ჩვენ ვიცით რომ თუ შეგვიძლია რომ ღმერთს ვასიამოვნოთ, ეს არის რწმენა. И мы знаем, что единственное, чем мы можем угодить Богу, это наша вера. ეს არის ნდობა. Это доверие. 100% როცა ენდობი. Когда ты на все 100% доверяешь Ему. აი ნებდები Просто сдаешься. და შვიდად ხარ. И ты спокоен. და ღმერთი მოქმედებს. И тогда Бог действует. ღმერთი ქმნის საოცარ И რაღაცებს. Бог творит чудесные вещи. იმიტომ რომ ღმერთს იამოვნებს რწმენა. Потому что Богу приятна вера. მინდობი ადამიანი, მინდობი გული. Ему приятен человек, который доверяет. ამიტომ მოდი ვემსახუროთ ღმერთს. Поэтому давайте будем служить Богу. მოდი ვიყვეთ ყოველთვის მადლიერებაში. Будем всегда в благодарении. ავირჩიოთ ყოველთვის ქების გზა. Всегда будем выбирать путь хвалы. აი გამოთიშულ ხარ ისე რომ მადლიერების თავი რო აღარა გაქვს. Бывали ли вы так отключены, что у тебя даже нет сил благодарить? ისეთი სტრესი მიიღე რომ
გალობა აღარ შეგიძლია. Какой-то стресс ты такой получил, что даже петь Господу не можешь. აი ვერ უმღერი ხარ, თითქოს მიზეს ვერ პოულობ, ძალას ვერ პოულობ. Ты даже уже не можешь петь, даже причины нет у тебя петь, сил не находишь, чтобы петь ему. მაგრამ თუ პავლე მიპოვა ძალა, მაშინ როცა ყველაზე რთულ სიტუაციაში იყო. Но если Павел нашел силы, да, будучи в очень сложной ситуации, თუ შედრაკი, მეშექი და ყაბედნეგო იყო, თუ მათი პოვეს ძალა, რომ შუა გულცეცხლში ემღერათ. если Сидрах, Мисах и Авденаго приняли решение прославлять Бога даже в огне, თუ დანიელი შეეძლო, რომ ასე წყნარი პასუხი გაეცა, ვინც ჩააგდო ორმოში, რომ უკუნისამდე იცოცხლეო, ლომების ხაროში მყოფი კაცი რომ კურთხევას დაიწყებს შენი. если Даниил просто спокойно дал ответ, век живи царь, как человек, будучи брошенный ко рвам, может еще благословение оттуда посылать? ეს არის სწორი მდგომარეობა ქრისტიანის ცხოვრებაში. Это правильное состояние в жизни христианина. წმენა წარმოქმნის სიმშვიდის ნაყოფს. Вера рождает плод. შეგიძლია შეამოწმო შენი რწმენის ხარისხი. Значит, ты так можешь проверить качество своей веры и уровень своей веры. რამდენად ვენდობით ღმერთს. Насколько мы доверяем Богу. იესო გამუდმებით ასწავლიდა ამის შესახებ. Знаешь, Иисус постоянно учил об этом. სამბოდა რომ შეხედეთ ცის ფრინველებს. Он говорил, посмотрите на птиц небесных. შეხედეთ მინდვრის ყვავილებს. Смотрите на полевые цветы. ისინი არ შრომობენ, Они не трудятся. არ თესავენ, Они не сеют. მაგრამ ზეციერი мама საზრდოებს მათ. Но Отец Небесный питает их. მაგრამ თქვენო რამდენად უკეთესნი ხართ, А вы насколько лучше их. რომ ენდობოდე ღმერთს, Чтобы, если ты будешь доверять რომ ему, თუ ღმერთი მათზე ზრუნავს, если Бог о них заботится, მით უმეტეს ზრუნავს შენზე. тем более он заботится о нас. იცი, შეიძლება პეტრემ დაიძინა, Знаешь, может быть, Петр заснул, დანიელმაც დაიძინა. может быть, и Даниил заснул. ჩვენც უნდა მშვიდად დავწვეთ და დავიძინოთ. Знаешь, и мы должны спокойно ложиться и засыпать. მაგრამ ისრაელის მცველიო არ წათვლემს. Но написано, что не дремлет хранящий Израиля. ისრაელის მცველი არ Не დაიძინებს. дремлет хранящий Израиля. შენი უფალი ყოველთვის იფხიზლებს შენზე. Господь всегда будет бодрствовать. ღმერთის თვალები ყოველთვის მორწმუნე ადამიანზე იქნება. Глаза Бога всегда будут на ღმერთი верующих. ეძებს ადამიანს, виსაც მისი იმედი აქვს, რომ ხარი დაუჭიროს და იმედგაცრუებული არ დარჩეს. Бог ищет тех, которые всем сердцем уповают на Него, чтобы поддержать მოდი Его. მიანდე ღმერთს მართლა ყველა შენი Просто საჭიროება. на самом деле все свои нужды передай, доверь Ему. ისე გადაეცი შენი ტვირთი და შენი საჭიროება, რომ მართლა მოიხსნა მხრებიდან. Так, ты так передай, на самом деле, все твои нужды и проблемы, чтобы правда ты снял это со своих როცა плеч. ლოცულობ დარწმუნდი, რომ გადაეცი. Когда ты молишься, убедись, что ты на самом деле отдал их Богу. დარწმუნდი. Убедись в этом. ხო ხდებით? Понимаете? რომ არ იყოს ესე, რომ მიხვედი ტვირთით, Чтобы не было так, придешь ты с тяжестью, ცოტა с ხანი грузом, ჩამოიღე на некоторое время ты და როცა сложил, წამოხვედი, აი კიდე და უკან и მოგაკ. когда решил уйти обратно, взял опять и ушел. ასე რო არ მოგვივიდეს. Чтобы с нами не происходило так. ოდი გადაეცი შენი ცხოვრება. Передай свою жизнь. ნუ გეშინია. Не бойся. შეიძლება 1000 ფიქრი მოდის შენს მომავალზე, შენს ხვალინდელ დღეზე. Может быть, тысячи мыслей приходят тебе о твоем будущем. იცი რა არის, რა თქმა უნდა, შეიძლება მე ჩემი წარმოსახვა მქონდეს, ჩემი ფანტაზია მქონდეს, ვოცნებობდე. У меня могут быть свои воображения, своя фантазия, я могу мечтать. რაღაც სურათებს ვხედავდე. Я могу видеть какие-то картины. მაგრამ ყველაფერი შემოძურო 30 წელია მორწმუნე ვარ. Но я уже 30 лет как верующий. და ის რაც დღეს არის, მე არ დამინახია სურათებში და წარმოსახვაში. И то, что происходит сегодня, я этого не видел в каких-то представлениях или картинах. არც ის გზა, არც ის საქმეები, И не тот путь, по которому я должен был идти, и дела, которые я должен был делать. ის განსხვავებული არის მაინც. Это все равно отличается. ღმერთს აქ გამზადებული შენთვის პირადად. У Бога есть приготовленное лично для тебя. და ღმერთი წაკიცხება, И Бог поведет тебя. როცა სიმშვიდით მიენდობი მას. Когда ты в мире просто будешь уповать на Него, доверишься Ему. სრული რწმენით, Полною верой, სრულინდობით, полным доверием. სრულად დაიყრდნო И უფლის ты полностью оперешься на Него. ხელს შენ ცხოვრებაში. ამენ. Аминь. და არ ინერვიულო. И не нервничай. დამშვიდი.
Успокойся. შედი მის სიმშვიდეში. Войди в его покой. ემადლიერე. Благодари его. მოიკრიბე ძალა რომ უგალობო მას, განადიდო ის. Собери силы, чтобы прославлять его, благодарить его. ილოცე ენებზე. Молись на языках. ემადლიერი ახალი ენებით. Благодари новыми языками. სადაც არ უნდა მოძრაობდე, გადაადგილდებოდე ილოცე შენს გულში. Где бы ты ни находился, как бы ты ни ბიბლია ამბობს, передвигался. ეფსალმონე და უგალობე უფალ შენს გულში. Потому что Библия учит нас, что пойте псалмы, прославляйте его в своих сердцах. იმიტომ რომ ეს ქაოსისთვის არ დატოვებს ადგილს. Потому что это не оставит места хаосу. შიში განიდევნება. И страх будет изгнан. ამენ. Аминь. ახალგაზრდებულს შიში განიდევნება. Молодые, страх будет изгнан. ახალგაზრდებსაც აქვთ ძალიან ძლიერი შიშები. Знаешь, у молодежи тоже есть большие страхи. არ იციან რა ეკნება თვალე. Они не знают, что будет завтра. გათხოვდებიან თუ არა. Выйдут замуж или женятся или нет. დაქორწილდებიან თუ არა. რა ეკნებათ მერე. Что потом будет? რო დაუჯახდეს და მერე სამსახური ვერ იშოვოს რა უნდა А ქნას. если они поженятся и работу не найдут, что потом будет? ანუ მომავალი ეს შიში აქვს ეკლესიაში ხალხს. И люди в церкви, они имеют страх будущему. მიენდე ღმერთს სრულად. Доверься Богу полностью. ერწმუნე ღმერთს შენს მომავალში. Доверься Богу в твоем будущем. ამენ. Аминь. და მშვიდობა დაიმკვიდრე და იმოქმედე იარე მშვიდობით. И тогда ты унаследуешь покой, мир и будешь ходить в этом мире. სიმშვიდეში გვაკურთხებს უფალი. И Бог благословит нас в мире. ჰალელუია. ამენ. მოდი წამოდგეთ Давайте სულფასებო. встанем. მოდი თაყვანივცეთ. Давайте поклонимся. ავიღოთ რამდენიმე წუთი ახლა. Возьмем несколько минут ლოცვისთვის. для молитвы. თუ დარღვეული არის მშვიდობა, Если мир нарушен, მოდი ასე გავაკეთოთ. давайте сделаем так. ნონა წაგვიძეხი ისეთ საგალობლებში. Нона, веди нас в таких песнях. მიგვაახლოვე უფალთან, Просто приблизь нас к Богу, რომელიც მადლიერებაში იქნება და მშვიდობაში წაგვიძღვება. который приведет нас в благодарение и в покой. მოდი ესე გავაკეთოთ, რომ ერთად ვიმღეროთ. И давайте сделаем так, что мы будем петь вместе. ვინც უფრო თუ აღშფოთებული ხარ, თუ ვერ დაალაგე, თუ ქაოსი გაქვს, მოდი შეგიძლია უფრო წინ მოხვიდე აი ესე და აი ვიმღეროთ ესე, ვუგალობოთ უფალს. Если у тебя возмущение какое-то, ты нервничаешь, переживаешь, выходи вперед, мы здесь вместе. თუ будем. ქაოსი გაქვს, თუ ზეწოლა, თუ რაღაც ფიქრები გიტევს საწინააღმდეგო და იმ არ გაძლევს მოსვენებას. Если ბრძოლაში ხარ, атаки, ты в борьбе, какие-то мысли не дают тебе покоя, მოდი დაიმკვიდრე მშვიდობა. просто унаследуй этот мир. ნახეთ იესომ თქვა, მოდით ჩემთან ყოველნო დაღლინო და ტვირთმძიმენო. Иисус сказал, придите все ко мне, труждающиеся и და обремененные, მე მოგასვენებთ თქვენ. и я успокою вас. იმიტომ რომ მე შვიდი და თავდაბალი ვარ და როცა მოხვალ ჩემთანო შინაგან სიმშვიდეს მოიპოვებ. Потому что я кроток и смирен сердцем, и ты найдешь, потому что я такой, и ты найдешь покой душе твоей. თუ გაღიზიანებული ხარ, Если ты раздражен, ის ზოგჯერ როცა ვამბობ თუ გაღიზიანებული ხარ, შეიძლება ვიღაცამა თქვას, ეხა აქ იქ რო გავიდი, არის ფიქრონ რომ გაღიზიანებული ვარ. знаешь, когда мы говорим, вот если ты раздражен, и ты думаешь, если я сейчас выйду, все поймут, что я раздраженный. ჩემო ძვირფასებო, მე ვარ ხოლმე ისეთი გაღიზიანებული. Дорогие мои, я тоже бываю порой раздраженный, ზოგჯერ ჩემი ნერვებიც ესე არის, აი ერთი გამოკრა უნდა. и порой мои нервы тоже на пределе, только струнку нужно так дернуть, и და ვიცის გზები, რომ აი ეს აფეთქება რო არ მოხდეს, ღმერთთან უნდა მივიდე. я знаю эти пути, чтобы не произошел взрыв, я должен пойти к Богу. და უნდა შევიდე ღმერთის თანდასწრებაში, იმიტომ რომ იქ არის შველა. И я должен войти в Божье присутствие, потому что там, в нем спасение. ხდები? და თუ კი რაიმე არ შემიძლია ზუსტად ეს არ შემიძლია რომ ამ მდგომარეობიდან ღმერთის გარეშე გამოვიდე. И единственное, что я не могу, что из этого состояния я не могу выйти без Бога. ამიტომ მოდი რომ სიმშვიდე აიღო. Поэтому приди, чтобы взять мир. ოდი ერთად ვუგალობოთ უფალს. Давайте вместе будем петь და Господу. სული წმინდა აქ არის. Дух Святой здесь. სიმშვიდი არის სულის наყოფი. И мир — это есть плод Духа. სული წმინდის გამოვლინების наყოფი არის. Это плод проявления Духа.
ამიტომ მოდი უბრალოდ დახუჭე თვალები. Поэтому просто закрой свои глаза. არავის დაელაპარაკო, არავის შეაწუხო. Не говори ни с кем, не беспокой никого. მოდი უბრალოდ ვუმღეროთ და ავივსოთ და მივცეთ უფლება რომ ეს მშვიდობის სულმა ამ ატმოსფერომ დაგფაროს ჩვენი გონება, ჩვენი ფიქრები. Просто будем петь Господу, наполняться, и пусть вот эта атмосфера этого мира, Христос она მიერი наполняет нас. სიწყნარე მოვიდეს, სიმშვიდე მოვიდეს, თავისუფლება მოვიდეს. И пусть покой Христов, мир Христов, он сойдет.